ინგლისურად სიტყვები ის და მან არის ორი ფორმის. She და he. She გამოიყენება, როდესაც ვსაუბრობთ ქალზე. ან ქალებზე. He გამოიყენება მაშინ, როდესაც ვსაუბრობთ მამაკაცებზე, მაგალითად. She is Jessica. ის არის Jessica. He is Marcos. ის არის მარკოსი. She is Mia. ის არის Mia. როდესაც ვიძახით სიტყვებს she და his და ამ სიტყვების მერე გვინდა გამოვიყენოთ სიტყვა უნდა, ამ შემთხვევაში ყოველთვის ვიყენებთ has to-ს და არა have to-ს, მაგალითად. მან უნდა ისწავლოს ინგლისური. She has to study English. მან უნდა ისაუზმოს და შემდეგ ის უნდა წავიდეს. He has to eat breakfast and then he has to go. ის უნდა დაბრუნდეს ბრუკლინში, იმიტომ რომ მან უნდა იმუშაოს. She has to arrive to Brooklyn because she has to work. თუ she და his სიტყვების მერე გამოიყენებ have to-ს, წინადადება გამოგივა შეცდომით. has to-ს ვიყენებთ ასევე სახელების დასახელების შემდეგაც, მაგალითად. მარია უნდა წავიდეს სახლში დასასვენებლად და ჯონმა უნდა იმუშაოს. Maria has to go home to rest and John has to work. თუ მოგეწონა ჩემს მიერ ახსნილი გაკვეთილი და გსურს, ინდივიდუალურად მეცადინეობა მომწერე პირადში. ასევე დააკომენტარე, როგორ მოგწონთ ჩემს მიერ ახსნილი გაკვეთილები.